საუბარი ეხება იმ ინტერვიუს, როდესაც ჟურნალისტი მეკითხება, გაკეთა თუ არა საერთოდ რამე და რომ ვეუბნები მე რომ ტექნიკურად გადაიარაღება მოხდა საწარმოში, თუმცა შრომის საფრთხეებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. და მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს რაღაცა უცნაური პიარის ამბავი იყო. ჩვენ ქვეყანაში ყველანი ხედავთ, რომ დღითი დღე ყველა გრძნობთ, ვისაც გინდათ შეეკითხეთ, სტანდარტები დაბლა იწევს, შრომითი სტანდარტები. იზრდება ზეგანაკვთური სამუშაოების შესრულების ფაქტები. იზრდება ფაქტები, როცა ადამიანებს არ აძლევენ კუთვნილ ანაზღაურებად შეუძლებას. იზრდება ფაქტები, როდესაც დროებითი შრომის უნარობის გამო გასტენილ დღეთა ანაზღაურებას არ აძლევენ ადამიანებს. შახტებსა და მაღაროებზე, ტყიბულშიც და ჭიათურაშიც შრომის უსაფრთხოების დარღვევის ძირითადი საფუძველი არის ირიბი შანტაჟი. ანუ ის რომ მეშახტეები მზად არიან თვალები დახუჭონ გარკვეულ დარღვევებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გეგმა არ ჩავარდეს, რადგან გეგმის ჩავარდნა მათ ხელფასებზე აისახება უარყოფითად. ანუ ის 300 ტონა ქვანახშირი 10 მაისს რო ვერ ამოეღოთ, ეს აისახებოდა ცუდ რაღაცას ვკითხულობ ეხლა, მაგრამ იმ დაღუპული მეშახტეების ხელფასებზე. რო არ ემუშავა ბრიგადას და ეს სამუშაო შეესრულებინა 10 მაისს, 9 მაისის დღე ჩავარდნილი იყო და ერთი დღის გეგმა იყო ჩავარდნილი, ხო? მეშახტეების ხელფასი და მაღაროელების ხელფასი დაანგარიშდება ან მოპოვებული მადნის შესაბამისად, ან სამუშაოზე გატარებული საათების მიხედვით. ხალხო, ესენი ისეთი სიმძიმის სამუშაოს ასრულებენ, არაადეკვატურია დათვლის ასეთი სისტემა. თუ დაუშვათ ნებისმიერ დროს, როცა ჩვენ ხელფასების მატებაზე ვსაუბრობთ, კომპანიისგან ვღებულობთ, ქვანახშირი მეტი არ ღირს. აი აქ უკვე უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფოს როლი, იმიტომ რომ თუ ქართულ ეკონომიკას ჭირდება ქვანახშირი და თუ ქვანახშირს იმ ხელაფასი არ აქვს, რომ ადამიანები არ ამუშაო არაადეკვატური ანაზღაურებით, მაშინ უნდა გაუკეთო მათ სპეციალური საშეღავათო სისტემა, უნდა გაანთავისუფლოს საშემოსავლო გადასახადიდან, დაუწიო საპენსიო ასაკი. საპენსიო ასაკი არის თემა. ეს ადამიანები სხვათა შორის გადიან პენსიაზე ჩვეულებრივად, 63 წლის მეშახტე სახში არ მიდის იმიტომ, რომ წავიდეს სახში, 2 წელი მას ფულს არავინ მიცემს. იძულებული ხდება იმუშაოს 65 წლამდე. აი წარმოიდგინეთ, შახტაში მომეტებული რისკის საწარმოში ადამიანი 65 წლის ბაბუა ყავს, ხო, ბევრ ჩვენთაგანს. სახელმწიფო უნდა ამ ადამიანებს შემოიღოს განსხვავებული, აი აქედან მეუნები ინიციატივას ვეუბნები, რო არ დავიღალოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივის პროცედურა, აქედანვე გეუბნები მთავრობამ, გაანთავისუფლე ჭიათურა და ტყიბული საშემოსავლო გადასახადისგან. დაუწიე მათ საპენსიო ასაკი, შეუქმენი განსხვავებული საპენსიო სისტემა და შეუქმენი სხვა საშეღავათო პირობები. მადლობა, კაკი ზოიძე, როცა ჩაგვერთვება ის ალბათ ამ თქვენს წინადადებაზე, ხითი წუთით უნდა მივცე სიტყვა.